გუშინ პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათთვის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა და დემონსტრანტებს მოუწოდა რომ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი, რადგან უწყების განმარტებით აქციის მონაწილეთა რაოდენობა იყო მცირე და მათ გზა ხელოვნურად ჰქონდათ გადაკეტილი. ამ განცხადების შემდეგ აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლეს, თუმცა მოგვიანებით გზა ისევ გადაკეტეს. მალევე გამზირზე სამართალდამცავები გამოჩნდნენ. მოგვიანებით მოხდა გზის სავალ ნაწილზე მყოფი მოქალაქეების იდენტიფიცირება და მათი დაკავებაც. დაკავებულებს შორის არის ჟურნალისტი ვახო სანაია, რომლის შესახებაც ტელეკომპანია ფორმულამ განცხადება გაავრცელა და მის დაკავებას ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის რეჟიმის მხრიდან შევიწროება უწოდა. შეგახსენებთ, რომ პოლიციამ 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციასთან დაკავშირებით დღეს დილიდან რამდენიმე პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან აქტივისტები. სოციალურ ქსელში გავრცელდა რამდენიმე პირის დაკავების ან პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შესახებ ცნობებიც. საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო კანონი, რომელიც ამკაცრებს გზის გადაკეტვის მცდელობისათვის მოქალაქეების დასჯის მექანიზმის, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ შედარებით სუბუქმა ფორმამ ჯარიმემა არ იმუშავეს. გუშინ, როდესაც ხალხი ისევ შეიკრება პროტესტის გამოსახატად და ეს ძალიან ნორმალურია, როდესაც ხალხი მშვიდობიანად გამოსთქვამს პროტესტს, გამოვიდა ნინო ლომჯარია და მოუწოდა მოქალაქეებს დაერღვიათ კანონი. თვითონ ალბათ სავარაუდოდ ისევ ტროტუარზე იდგა და მას სურდა სხვისი ხელით, სხვა ადამიანების, ახალგაზრდების ხელით შეესრულებინა ის დავალება, რომელიც მისცეს უცხოელმა პარტნიორებმა. თუმცა ალბათ გასაკვირი არ არის ამ პოლიტიკოსისაგან, უბრალოდ აგენტისაგან მსგავსი ქმედება, იმიტომ რომ ეს არის ის ადამიანი, რომელმაც ქართულ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა იმით, რომ ნატრობდა ბომბების წვიმა საქართველოში. მისი ეს განცხადება არის პირველ რიგში მოწოდება სამართალ დარღვევისაკენ, მაგრამ ყველაზე უფრო მძიმე ამ მოწოდებაში არის ის, რომ თავად წინა ფლანგზე გამოყავთ ის ახალგაზრდები, ის ენთუზიაზმით და მათ ემოციებზე მოქმედებენ, როდესაც წინა ხაზზე გამოყავდა თვითონ სხედან ძალიან წყნარად მაშინას, როდესაც ბომბების სვენაზე მოუწოდებდა, ჩვენ ნახეთ, რომ ის მის პატრონებთან იყო გაქცეული. ეს არის დანაშაული, როგორც საკუთარი პასუხისმგებლობის წინაშე, ასევე ქვეყნის მიმართ დიდი დანაშაულია ის, როდესაც მოუწოდებ, რომ სხვამ დაარღვიოს სამართალი, შენ წყნარად ზიხარ და ასევე ქვეყნის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა აქვს გამოცხადებული, რასაც ვხედავთ, რომ მომავალი არ აქვს.